Ananes Exomologiste to Kyrio Oti agathos Alleluia Otis ton neona to eleos aftu Alleluia Exomologiste to მოგესალმებით მეგობრებო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ეს არის ჩემი პირველი ფრენა YouTube არხისთვის. შემდეგი ერთი კვირა ესეთ ადგილებზე გამოგზაურებთ, არც ერთ ქართველი YouTuber-ს ფეხი რო არ დაუდგამს. ამიტომ გირჩევთ ამ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ. კალიმერა. ჩამოვედით მეგობრებო სალონიკის აეროპორტში. პირველ სასარჩევით ინტერნეტი გავააქტიურეთ. რა თქმა უნდა ნომიო. რატომ ნომიო? იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო ტარიფი აქვს, ყველგან კარგად იჭერს და მარტივი აქტივაცია. ეხლა წავედით მანქანა ვიქირავოთ და წავიდეთ სასტუმროსკენ. მოვედით მეგობრებო მანქანა ვიქირავეთ. შემდეგი ერთი კვირა ამ მანქანით ვივლით საბერძნეთის ქუჩებში. წავედით ეხლა სასტუმროში, დღეს ცოტას დავისვენებთ და ხვალ მეტეორას დღე გვაქვს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მეტეორას დღე გვაქვს, მაგრამ სანამ მეტეორას მოლოცვას დავიწყებთ, ერთი ძალიან საინტერესო ღვიმე უნდა გაჩვენოთ. რატომღაც ეს ადგილი ბევრმა არ იცის და არის მეტეორასთან ძალიან ახლოს, სულ 10 წუთის სავალი გზაა მანქანით. რაც შეეხება მეტეორას მონასტერების მოლოცვას, მოგიხსენებათ 6 მონასტერია სულ, მაგრამ ყველა მონასტერი სხვადასხვა დროს იღება და სხვადასხვა დროს იკეტება, მეგობრებო. ამიტომ როცა აქ წამოხვალთ, აუცილებლად სწორად დაგეგმეთ დრო, რომ ყველა მონასტრის მოლოცვა შეძლოთ. დავიწყეთ მეგობრებო მეტეორას მოლოცვა. ეხლა პირველი ლოკაცია არის ყველაზე დიდი მონასტერი და აქედან უკვე გადავართ ვალამის მონასტერს მოვილოცავთ. სამწუხაროდ შენი ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია და შიდა კადრებს ვერ შემოგთავაზოთ, მაგრამ შევეცდები იქნებ საერთოდ დრონი გავუშვათ და დრონის კადრები მაინც შემოგთავაზოთ. ამოვიარეთ 140 საფეხური მეგობრებო და ამოვედით წმინდა სამების მონასტერში. 1991 წელს სწორედ აქ არის გადაღებული ჯეიმს ბონდის ფილმი მხოლოდ შენი თვალებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე რთულად ამოსასვლელი ტაძარია. საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს მოვილოცეთ მეტეორას 5 მონასტერი, ცოტა დავისვენეთ.
ეხლა ჩამოვედით კიდევ ერთხელ დავაგემოვნოთ ადგილობრივ გიროს. ხვალ კი ძალიან საინტერესო დღე გვაქვს მეგობრებო. ხვალ ვეწვევით კუნძულ კერკირას და მოვილოცავთ რამოდენიმე მონასტერს. პატარა თხოვნა მექნება თქვენთან, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეხლა გადავდივარ კუნძულ კერკირაზე, სადაც უნდა მოვილოცოთ წმინდა სპირიდონ ტრიუმფუტელის სახელობის ტაძარი. მოგეხსენება, წმინდა სპირიდონი არის მძღოლთა შემწე და ძალიან დიდი ხანი ოცნება მქონდა ეს ტაძარი მომელოცა. მადლობა უფალს, რომ მომცა მის საშუალება. იღუმენიცა და გადის გემი მეგობრებო, დროის ხანგრძლივობა არის საათნახევარი, 2 ადამიანზე ორივე გზა მანქანის გადასვლის შემთხვევაში დაჯდა 115 евро. უფრო ბიუჯეტური გამოდის ესე, იმიტომ რომ სხვა ძალიან ბევრი მონასტერიც არის, სადაც დაბრძანებულია სასწაულმოქმედი ხატი და აუცილებლად უნდა ნახო. ამიტომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ერთად მოვილოცოთ კუნძული კერკირა. მოვედით მეგობრებო წმინდა სპირიდონ ტრიუმფუტელის სახელობის ტაძარში, სადაც დაბრძანებულია წმინდანის უხრწნელის სხეული. შევეცდებით ტაძარში გადავიღო და მცირე ინფორმაციას მოგაწოდოთ. წმინდა სპირიდონ ტრიუმფუტელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სასწაულმოქმედი წმინდანია მართლმადიდებლურ სამყაროში. სიცოცხლეშივე ცნობილი იყო სასწაულებით, ავადმყოფების კურნება, გვალვის შეწყვეტა, ღარიბების დახმარება. მისი წმინდა ნაწილები დღეს კერკირაზე ინახება. მე-15 საუკუნეში ოსმალების შემოსევის დროს მისი ნაწილები კონსტანტინოპოლიდან კერკირაზე გადაასვენეს. კერკირელები განსაკუთრებულ პატივს სცემენ წმინდას, რადგან ჯერათ, რომ მათი კუნძული არაერთხელ გადაარჩინა შიმშილისგან, ჭირის ეპიდემიისგან და ოსმალთა შემოსევებისგან. ამბობენ, რომ წმინდა სპირიდონი ღამით დადის და ადამიანებს ეხმარება. ამიტომ მის ფეხსაცმელს პერიოდულად უცვლიან, რადგან ცვდება. ძველი ფეხსაცმლის ნაწილებს კი მორწმუნეებს ურიგებენ. მოვედით მეგობრებო ღვთისმშობლის კასოპიტრას მონასტერში, სადაც დაბრძანებულია სასწაულმოქმედი ხატი. ამ ხატმა სახელი გაითქვა 1530 წელს ბერძნულ კუნძულ კერკირაზე. იმ დროს, როდესაც ეს კუნძული იმყოფებოდა ვენეციელთა ბატონობის ქვეშ, იქ უდანაშაულოდ ეწამა ერთი ღვთისმსახური ჭაბუკი, სახელად სტეფანი. მოსამართლის განჩინებით ის იქნა დაბრმავებული იმ დანაშაულის გამო, რაც არ ჩაუდენია. ამ სასტიკის სასჯელის შემდეგ სტეფანს, რომელსაც აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელშეკიდებული დაატარებდა დედამისი. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც ოდესღაც მდებარეობდა პატარა ზღვისპირა დასახლება კასიოპია, იდგა ღვთისმშობლის სახელზე აგებული განთქმული ტაძარი. სტეფანმა გადაწყვიტა მიკედლებული იყო ამ ტაძარს და მოწყალება ეთხოვა იქ. როდესაც დედასთან ერთად მხურვალედ მოილოცა ტაძარში მდებარე ღვთისმშობლის ხატი და უჭკნებელი ყვავილი, მათ გადაწყვიტეს იქვე ტაძარში გაეთენებინათ ღამე. მაშინ სტეფანის დედამ შეავედრა ღვთისმშობელს. ჩემი შვილი უდანაშაულოდ აწამეს. გევედრები, როგორც დედა დედას, დაუბრუნე ჩემ შვილს მხედველობა. ღამით ჭაბუკმა იგრძნო, რომ ვიღაც შეეხო მის სახეს და დაბრმავებულ თვალებს უეცრად მან დაინახა ნათლით მოსილი უცნობი ქალბატონი. იგი ცოტა ხნით წარსდგა მის წინაშე და შემდეგ გაქრა. ამების შემდეგ სტეფანს კვლავ დაუბრუნდა თვალის ჩინი. ოღონდ ახლა მას ჰქონდა ცისფერი თვალები. თუმცა სასჯელამდე მისი თვალები შავი იყო. თვალწმიანი დედაშვილი მადლობას წირავდა დედა ღვთისმშობლის დახმარებისთვის. ჭაბუკის სასწაულებრივი განკურნების ამბავი სწრაფად გავრცელდა. კუნძულის მმართველმა კითხა ჯალათს, ნამდვილად დამოსთხარა თუ არა მან ჭაბუკს თვალები. ამის დასამტკიცებლად ჯალათმა წარუდგინა მმართველს ბიჭის ამოთხრილი შავი თვალები. ამის შემდეგ გაცვიფრებულმა მმართველმა ბოდიში მოუხადა უდანაშაულოდ დაჯის სტეფანს და განაახლა ღვთისმშობლის ტაძარი კასიოპიაში. ასეთია ამ ულამაზესი და უჩვეულო ხატის ისტორია. ყველა შეგვეწიოს კასიპეტრას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ხედველობის პრობლემისგან და გავკურნოს და აგვიხილოს სულიერი და ხორციელი თვალები.
ჩვენი ბოლო ლოკაცია მეგობრებო კუნძულ კერკირაზე. მოვედით მაცოცხლებელი წყაროს მონასტერი, ესე უწოდებენ ამ მონასტერს და მოდით ერთად დავათვალიეროთ. მონასტერი ბიზანტიური ტრადიციის გავლენით დაარსდა და განსაკუთრებით ცნობილი გახდა იმ წყაროს გამო, რომელსაც ადამიანები სამკურნალო და სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. მრავალი მოგზაური და ადგილობრივი აღწერდა, რომ მონასტერში მდებარე წყაროს წყლით თვალის დაავადებებისგან იკურნებოდნენ. ავადმყოფები შვებას იღებდნენ, ხოლო მლოცველები განსაკუთრებულ სიმშვიდეს გრძნობდნენ. ლეგენდის მიხედვით ერთ ბრმას წყაროს წყლით თვალის ჩაბანის შემდეგ მხედველობა დაუბრუნდა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა მონასტრის დიდება მთელ საბერძნეთში. მძიმე ავადმყოფების მქონე ადამიანები მონასტერში ფეხით მიდიოდნენ აღთქმით, წყაროსთან სანთლეს ათებდნენ და ღვთისმშობელს შეწევნას თხოვდნენ. მოგესალმებით მეგობრებო უოროპოლიდან, რომელიც მდებარეობს საბერძნეთის ჩრდილოეთით, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე. ეს არის გემი, რომლითაც ვესწრებით ათონის მთას. შემდეგი 2 დღე ათონის მთიდან ჩაგერჩებით მეგობრებო, მადლობა უფარს რომ მომცა ამის შესაძლებლობა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ათონის მთაზე ვიზის გარეშე არ დაიშვებით. ასევე აუცილებელია წინასწარი ჯავშანი. თვალიადენოთ ამ ვიდეოს მეგობრებო, შემდეგი 2 დღე ათონიდან ჩაგერჩებით. მოგესალმებით მეგობრებო ათონის მთიდან. თქვენს წინაშეა პირველი იუთუბერი, რომელმაც ეს მარშრუტი აიარა და ათონის წმინდა მიწაზე ფეხი დადგა. შემდეგი 2 დღე ათონის მთიდან შემოგიერთდებით და ერთად მოვილოცოთ ეს წმინდა ადგილი. მოვედით მეგობრებო მამა პაისის კელიასთან, რომელიც სამწუხაროდ დაკეტილი დაგვდა. ეს მსახურობს აქ ავადმყოფობის გამო დაკეტილია სამწუხაროდ. აი ეს არის მაგდაგვარია. ესე გამოვიდო და ბერი და კარს გაგვიღებდა. სამწუხაროდ ეხლა დაკეტილია ეს წყარო და მამა პაისის საყვარელი ნახათ ნუხუმები, რომელიც სულ დევს აქ. ნებისმიერ სულზე შეუძლია აიღოს. ეს გეცნობათ ეს კელია ხომ? შეგვეციოს ყველას მამა პაისის მადრიდა ძალა მეგობრებო. გადმოვედით ათონის მთიდან მეგობრებო, ეხლა მივდივართ სუროდის დედათა მონასტერში, მამა პაისის საფლავიდან მოვიოცოთ.
აი შემოვედით მეგობრებო. და ერთად მოვილოცოთ მამაკაცის საფლავი. ყველას აქ სრულებოდეთ ეს უცნება. ისაც აქ გულით გინდათ მოსვლა. აქ არის ჯერჯერობით ხალხი. მალე შემოვედით ჩვენ, მაგრამ ჩემს უკან ძალიან ბევრია მოლოცვეთა რიგი. ჩამოვედით სალონიკში მეგობრებო. დღეს სრულდება ჩვენი ბერძნული მოგზაურობა და დღევანდელ დღეს სალონიკს დავუთმობთ. როდესაც აქ მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ აუცილებლად მოინახულეთ სალონიკის მეტრო. მოკლედ დღეს სალონიკის დღეა. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ერთად დავათვალიეროთ სალონიკი მეგობრებო.
დასრულდა ჩვენი მოგზაურობა მეგობრებო საბერძნეთში, დაუბრუნდით მშობლიურ საქართველოს. მადლობა უფასო მომცა ეს შესაძლებლობა რომ მომელოცა წმინდა ადგილები. მადლობა თქვენ ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. იმედია მოგეწონათ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ნახვამდის.